ამ ვიდეოს ვიღებ გონიოში. ახლა უკვე ღამეა და მე დღეს გადავწყვიტე წასვლა და თქვენ იცით რომ გონიოში როცა ვარ პლაჟზე სხვადასხვა ქვებისგან ვაკეთებ ხოლმე კომპოზიციებს. და დღეს ისე მოხდა რომ ვიყავი პლაჟზე და დავიწყე რაღაცა ქვა ვიპოვე, დავიწყე გაკეთება და გაწვიმდა. ვერ მომასწარი და არა და ვფიქრობდი საღამოს გავაგრძელებ მეთქი, მაგრამ გეგმები შემეცვალა უნდა დავბრუნდე და იმის გამო რომ ვერ ვასწრებდი ვიფიქრე ვიდეოს გადავიღებ მეთქი და მაინც განახებთ რა შეიძლებოდა გამოსულიყო და თან უგიყვებით როგორ ვაკეთებ. ყველაფერი იწყება იმით რომ რამე ქვას რომ დავინახავ რაღაცა ეპიზოდს ასე ვთქვათ და უცებ წარმოვიდგენ ხოლმე რა შეიძლება იყოს ეს. ანუ ათვლის წერტილი არის ერთი რომელიმე კენჭი, რომელიმე ქვა. მაგალითად ეს რო დავინახე, წარმოვიდგინე რომ ეს არის ლომი, ლომის თავი. ეს არის ცხვირი. აქ იქნებოდა თვალი, აქ კიდე ყბა და ასე შემდეგ. ესე იგი ათვლის წერტილი ხო არის ერთი რომელიმე კენჭი, მე ვიწყებ იმის ძებნას, რაც თქვათ ამას შეავსებდა ამ ჩემ ჩანაფიქრს. ვიპოვე ყბა და ვფიქრობ იდეალური. აი შეხედეთ ესეთი ქვა ვიპოვე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ თქვენ ახლა დაინახავთ როგორ ივსება. აი შეხედეთ. აი ასეთნაირი. აი ასე. შეხედეთ? გამოვიდა ყბა. ამას ახლა ჩავსვავდი, აი ასე. აი ასე. შეხედეთ? ხო გამოვიდა ყბა. ამ ყბას ახლა ჭირდებოდა თვალი, ბუნებრივია. ასე გავაჩერებ, აი ასე. და რამდენიმე ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე აი ასეთი თვალიც. წარმოიდგინეთ, აი ასე. მე უნდა ქონოდა ესეთი ეშვი. ეშვისთვის გამოვიყენებდი აი ამ ნიჟარის ნატეხს. აი დავადებდი, მოვარგებდი, ახლა ეს მიჭირავს ხელში და ცოტა მიჭირს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მოვარგებდი, ასე. ამას მე მოყვებოდა ყურიც და ასე შემდეგ. ესე მოვაყობდი მე თათს და ასე გამოვიდოდა ლომი. ლომის ეპიზოდების ძებნისას კიდე ვიპოვე ესეთი ანჩხლი ვიღაცა მამაკაცი. მამაკაცის პროფილი. და მე მინდოდა ესეც გამეკეთებინა. ამ ეპიზოდებში კიდე ვიპოვე ესეთი თვალი. ამ თვალსაც მე ავაგებდი, რაღაცას გავაკეთებდი და მოკლედ უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება. და ეს მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ეს ვიდეოც იმიტომ გადავიღე, რომ იმდენად ვერ ველები ასეთ რაღაცებს. გადავწყვიტე თქვენთვის ეს ვიდეოც გამეზიარებინა. აბა კარგად.